რა არის ფარა? მიუხედავად იმისა, რომ ფარას კანონი ხშირად კრიტიკის ობიექტია და არსებობს მისი ინსტრუმენტალიზაციის რისკებიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონის გამოყენების ისტორია და სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფარა ძირითადად არ გამოიყენება დამოუკიდებელი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ. ფარა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1928 წელს მიღებული კანონია, რომელიც მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას. ეს კანონი მიიჩნეოდა დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლების დაცვის მექანიზმად ტოტალიტარული სახელმწიფოებისგან, როგორიც იყო ნაცისტური გერმანია და კომუნისტური ქსელები. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 1963 წლამდე ფარას საფუძველზე 12 შემთხვევაზე დაიწყო დევნა, მათგან 3-ში ფიგურირებდა საბჭოთა კავშირი, 5-ში კი კუბა. 1960-იანი წლებიდან კანონი ფაქტობრივად არ გამოიყენებოდა და 1966-დან 2015 წლამდე იუსტიციის დეპარტამენტმა მხოლოდ 7 სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 2023 წლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარას ფარგლებში რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციების რაოდენობა 5%-ზე ნაკლებია. ცნობილი საერთაშორისო მედია და უფლებადამცველი ორგანიზაციები, როგორებიცაა BBC, Deutsche Welle, Human Rights Watch, Amnesty International, Transparency International, ფარას რეესტრში არ შედიან. მაგრამ კანონის ქვეშ იძულებით რეგისტრირებული არიან რუსეთის ინტერნეტის კვლევის სააგენტო, Sputnik და Russia Today America. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარას პოლიტიკური გამოყენება განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში გააქტიურდა და ძირითადად ანტიგარემოს დაცვითი პოლიტიკის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, რაც მკაცრად გააკრიტიკეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა. კრიტიკა გაჩნდა იმის გამოც, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ავტორიტარულმა ხელისუფლებებმა ფარას მოდელი გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების დასასუსტებლად. მაგალითად, ნიკარაგუაში 3000-ზე მეტი ორგანიზაცია დაიხურა ამ კანონის ადგილობრივი ვერსიის მიღების შემდეგ. ფარას პირდაპირი გადმოტანა შეუძლებელია მხოლოდ კანონის ტექსტის კოპირებით, თუ არ იქნება გათვალისწინებული მისი სასამართლო პრაქტიკა და გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს მის შინაარსს, სტანდარტებსა და პრინციპებს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ არ გამოიყენება, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებენ აგენტის სტატუსისთვის აუცილებელ კრიტერიუმს, რომელიმე წყაროდან სრულად ან დიდწილად დაფინანსებას. გარდა ამისა, ფარა ადგენს კონკრეტულ გამონაკლისებს, რომელთა მიმართაც კანონი არ ვრცელდება. მათ შორისაა სხვა საქმიანობები, რომლებიც არსებითად არ ემსახურება საგარეო ინტერესს. განსხვავებით რუსული აგენტების კანონისგან, ფარა მკაფიოდ ადგენს უცხო ძალასა და აგენტს შორის ურთიერთობის დასაბუთების სტანდარტს და მტკიცების ტვირთს სახელმწიფოს აკისრებს. ამდენად, თუ ქართული ოცნება რეალურად მიჰყვება ფარას სამართლებრივ ლოგიკას და მას ფასადად არ იყენებს, მაშინ დამოუკიდებელი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა წყაროდან ფინანსდებიან, დამოუკიდებელი მისია და საწესდებო მიზნები აქვთ, წლებია მუშაობენ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და დემოკრატიული რეფორმებისთვის, ამ კანონის ფარგლებში ვერ უნდა მოიქცნენ. თუმცა, თუ რეჟიმი ფარას გამოყენებას დამოუკიდებელ ორგანიზაციებზე მოახდენს და კანონის რეგულირებისა და დასჯის სფეროში მათ მოაქცევს, ეს იქნება რუსული ავტორიტარიზმის ლოგიკით სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებისა და განადგურების მცდელობა. კანონის არადემოკრატიული გამოყენების მაღალ რისკს აჩვენებს ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებიც, რომ ისინი გეგმავენ ადგილობრივ ორგანიზაციებზე მასობრივად კანონის გამოყენებას. განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან, საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო, რომელიც სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს უკანონო ჩარევისგან დაიცავს. ამიტომ, ქართული ოცნების ამ ახალმა კანონმა შესაძლოა საბოლოოდ გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები საქართველოში. მით უფრო რომ ის ორგანიზაციების კონტროლის, მონიტორინგისა და დასჯის მკაცრ და სისხლის სამართლებრივ ფორმებს მოიცავს. ამ კანონის მიღებით, ქართული ოცნება აგრძელებს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის, ავტორიტარიზმის გაძლიერებისა, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევისა და უგულებელყოფის პოლიტიკას, რომელსაც ის სწორედ რუსული ავტორიტარიზმის ლოგიკით წარმართავს. ამ სინამდვილისგან და ქართველი ხალხის ბრალდებისგან, მას ვერ გადაარჩენს რუსული განზრახვებით ამერიკული კანონის თარგმნა და მიღება.